დაჯარემდით მოსამართლის მხრიდან, რას ელოდით, რამდენად მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება იმ მოვლენების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ დღეების განმავლობაში? დაახლოებით ველოდებოდი ჯარიმას, იმიტომ რომ ითვალისწინებს ეს ადმინისტრაციული ჯარიმა არის და ველოდებოდი ჯარიმას. ან 15 დღით საკაში ყოფნას და ჯარიმა დამაკისრეს. დიახ, გიორგი, თქვენს მხარდასაჭერად დღეს სასამართლოში ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, ხო, თქვენი კოლეგები, მეგობრები, მსახიობები, რეჟისორები, რომლებიც აფასებენ იმ ვითარებას, რომელიც არის ქვეყანაში. მე მახსოვს თქვენი პოსტი, როდესაც მოხდა თქვენი დაკავება თავის დროზე, თქვენ საკმაოდ ასევე მწვავედ შეაფასეთ არსებული ვითარება. რა სიტყვით, აი, რატომ ხდება ეს ყველაფერი, რატომ გიწევთ თქვენ მსახიობებს სასამართლოში სიარული, აი, ამ გადაწყვეტილებების მოსმენა, საერთოდ თან გვაქვს საქმე ამ მოვლენების სახით. ეგეთი რატომ ხდება ეს? რაც ხდება ფაქტია და ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ადამიანებს უსწორდებიან, ძალადობენ და როდესაც მე დამაკავეს, თავის ფიზიკურად მეც გამისწორდნენ და მანქანაში სადაც ჩამშვეს სპეცრაზმის თანამშრომლებმა, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, სამი ბიჭი ამოიყვანეს და იმათაც ფიზიკურად ძალიან მაგრად გაუსწორდნენ და დაამცირეს თან არ ვიცი რაღაცა ძალიან აგრესიულები იყვნენ და ესე ადამიანებს არ შეიძლება მოეცე რა ვიცი. გიორგი, რატომ მოხდა ეს ყველაფერი? თუ შეგიძლიათ უფრო მეტი რომ გითხრათ ამაზე, თქვენ ამბობთ რომ ცემეს რას უკავშირდება ეს ყველაფერი, რა საქმეზე არის საუბარი კონკრეტულად? ანუ მე დავებოდნენ იქოს გადავკეტე ქუჩა და ვიგინებოდი, არ ვემორჩილებოდი, მაგრამ მე ამ დროს ადამიანის გამოსაყვანად ვიყავი შესული და ვერც კი მოვასწარი საერთოდ რეაგირება ისი ამიყვანეს, წინააღმდეგობა არ გამიწევია და რა ვიცი, თვალის დახამხამებაში მანქანაში აღმოუჩნდი, სადაც უკვე ეს აგრესია წამოვიდა. მე აი სამი კაცი ამოიყვანეს მანქანაში, ისინი ძალიან მაგრად დასაჯეს, რა ვიცი. დაწყლები დასისხიანებულები იყვნენ, მაგრად ყავდნენ და მე გადასცეს უკვე, გადაგცეს ყველანი ერთად საპატრულო პოლიციას. ისინი უკვე ძალიან ჩვეულებრივად გვექცეოდნენ, არა, იქ აგრესია არ ყოფილა, მიგვიყვანეს აეროპორტის ტრასაზე, მიგვიყვანეს საპატრულო თავარი ოფისი რო არის. დიდი ოფისი რო არის, აი მან. წამართვეს პირადი ნივთები და ყველა იგივე სიძახდა იქ, როდესაც მიგვიყვანეს, ან მოყავდათ და მოყავდათ ეს ნაცემნავები ხალხი ამ ოფისში და ყველა ერთ და იგივე სიძახდა, რომ პირადი ნივთები, მობილურები წაართვეს ყველას რა. გიორგი, თქვენ წვრილმან ხულიგნობაზე შეგიწყვით ეს საქმის წარმოება, როგორც ვიცი, მაგრამ სამართალდამღვრევად გწნეს პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე. აი რა ეპიზოდზე არის საუბარი კონკრეტულად, აი რაში გამოიხატა ეს დაუმორჩილებლობა თუ არ ადასტურებთ ამას, აი რა ხდებოდა თქვენ შორის? მე იქვე არ დავადასტურე, იმიტომ რომ არაფერი არ გამიკეთებია, ვეძებდი ადამიანს. ისეთ ადამიანს, ვიზეც გული შემტკიოდა, ბავშვს ვეძებდი და მიდან მომوارდნენ წინააღმდეგობა არ გამიწევია, ხმაც არ ამომირია. და ესე უცბად მოხდა რა 20-15 წამის განმავლობაში. კი ბატონო, დიდი მადლობა გიორგი, დაგემშვიდობებით. მსახიობი გიორგი ნაკაშიძე საუბრობდა დღის ამბების